კარგით, ბავშვებო, ესე იგი რაღაც უნდა გითხრათ. მიდი, ნასტია, გითხარი მალე. ერთო ახლა გოგოების ტყუილები უნდა დაიწყო კოსმეტიკაზე და ფრჩხილებზე. გაჩუმდით ბიჭებო, სხვათა შორის რაც ახლა უნდა გითხრათ, ძალიან გაგაოცებთ. კარგით გოგოებო, შეყვარებული მყავს. რა? ვინ? მიდი გითხარი, ძალიან მაინტერესებს. მოკლედ რო ვთქვათ, მას შეყვარებული ყავს. არტემ, არაფერი საინტერესო. პატრიკ, გაჩერდი? გოგოებო, ოღონდ არ შეგშურდეთ და გული არ წაგივიდეთ. ესე იგი, ჩემი შეყვარებული ჩვეულებრივი არ არის, რეპერია. მიდით აბა შეგშურდეთ ახლა. მიდით. ვაიმე პატრიკ, რა საინტერესოა, მოდი მოусმინოთ და გოგოებს მოვუყვეთ. კარგი, ხო, წავედით, ეს ჭორაობა მოსაწყენი გახდა. იცი რა მაინტერესებს ნასტია, ეს რეპერი ბიჭი სად იპოვე საერთოდ? ხო, და მე რომ იცოდე შენი არ მჯერა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვატყუებ. არტემ, გჯერა რომ დიანას რეპერი შეყვარებული ყავს. არა მგონია უკვე ყავს ბაიკერი შეყვარებული, ნასტია მოიფიქრა. ეს გაიგე, ნასტიას შეყვარებული ყავს, როგორ ყავს ნასტიას და მე არა. რა, გოგოებო, ვერ იჯერებთ რომ შეყვარებული მყავს? სხვათა შორის ჩვენ კონცერტზე შევხვდით ერთმანეთს და ხვალ მეც რეპერი ვიქნები. მარიუსა, მოდი აქ, ჩემი პენლიდან ფანქარი აიღე? რა, გოგოებო, პირები ესე რატომ დააღეთ? რა, გშურთ? სხვათა შორის ჩემი შეყვარებული ძალიან ცნობილია და ბევრ კონცერტზე მღერის და მალე ჩაატარებს კონცერტს და მე ვიცეკვებ.იანა, რაში მჭირდება შენი ფანქარი? ლეილა, ეს გაიგე? მარიუსა, კარგი რა, შეწყვიდე ტყუილი. როდესაც რაღაც კარგს ვიყიდით, სულ იღებ ხოლმე. მაგალითად ლამას ფანქარს ვიყიდით, იპარავ. კიდევ ვიყიდით, კიდევ ვიპარავ. გაჩერდით, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს. ნასტიას შეყვარებული ყავს. ხო, რეპერი. რა? უბრალოდ რა თქმა უნდა, რეპერი შეყვარებული ყავს. ბა, ნასტია? აბა ნასტია, მითხარი, ვინ არის შენ შეყვარებული? რეპერი? კი, გოგოებო, რეპერი შეყვარებული ყავს. მაგრამ სამწუხაროდ მის სახელს ვერ გეტყვით. ჩვენც გითხარით. არა მგონია რომ მას ხვდებოდეს. ამას ხედა, ამ პატარას შეხედე, რეპერი შეყვარებული ყავს. ხო, რა, ჩვენ მაგაზე უარესები ვართ?იანა, უნდა დავუმეგობრდეთ. ნასტია, შემთხვევით შენ შეყვარებულს მეგობრები ყავს? კი, ბევრი მეგობარი ყავს და ისინი ცნობილები არიან და რეპერები არიან. ლეილა, უნდა მოვაჩვენოთ თავი. ნასტია, ყოველთვის იცოდი რომ მაგარი გოგო იყავი, შენზე უკეთესი არავინ არ არის საერთოდ. ნასტია, ყოველთვის გვინდოდა შენთან მეგობრობა. ხო, მაგრამ მოსულა გვწვენოდა. არა უშავს გოგოებო, შეგიძლიათ ახლა ჩემთან იყოთ და ვიცი რომ მაგარი ვარ, არ გჭირდება შეხსენება. ჯიჯი, ეს გაიგე? ახლა ამათ უნდათ ნასტიას მეგობრები იყვნენ. ხო, იცი რატო, რეპერის გაცნობა უნდათ. ვა, გამარჯობა. ჯული, ჯიჯი. ჰეი, გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. გოგოებო, რატო არ მესალმებით? ან ეს რა შეკრებაა საერთოდ? აქ რა საკეთებ? ნასტია, რატო აძვერი ამაზე? გინდა რომ ყველაზე მაღლა იყო? დიანა, ვიცი რომ შენ ძალიან მაგარი ბლოგერი ხარ, მაგრამ ახლა მე მაგარი რეპერი ვარ. მაგარია. გოგოებო, ეს გაიგეთ? ნასტია ახლა რეპერი ყოფილა. ხო, თვითონ რეპერია და მისი შეყვარებულიც მაგარი რეპერია. ხო, დიანა, ნასტია მაგარ რეპერს ხვდება და ისინი მაგარ კონცერტებს გამართავენ. რა? ეს სიმართლეა? კი, დიანა, სიმართლეა. ნასტია, რა მაგარი ხარ? და კარგი ნასაცველი აცვია? ხო, ნასტია, ძალიან მაგარი ხარ. რამდენი ხანია იცნობ? ნასტია, აკოცე? კი, გოგოებო, წარმოიდგინეთ, ვაკოცე. ნასტია, ბევრი სამკაული აქვს. ნასტია, როდის გამოდის ახალი ალბომი? ჯიჯი, თავის ახალ ალბომს ჩვენ ერთად გამოვუშვებთ, როგორც საყვარელი წყვილი. მიდი, გიჩქარეთ, ნასტია. შენ სად მიდიხარ? იმათ მხარეს ხარ? დიანა, მოდი გავყვეთ მათ, იქ ნასტია რეპერს ხვდება. დიმა, გაგიჟდი? ახლა ნასტიას უნდა გაეკიდო, იმიტომ რომ ცნობილ რეპერს ხვდება? იცი რა? შეიძლება მას რეპერი შეყვარებული ყავს, მაგრამ ჩვენც ძალიან საყვარელი წყვილი ვართ და ჩვენც რეპერები გავხდებით. და მე ბრილიანტის კბილები, მას ბრილიანტის კბილები აქვს. გრილზი, კარგი რა, როცა გნახავენ რა მაგრებიც ვართ, ნასტია და თავის შეყვარებული საერთოდ დაავიწყდებათ. კარგი, წავედით. ნასტია, რა მაგარი ხარ? ნასტია, შენ შეყვარებულს შეუძლია გუშაოს ბილეთები კონცერტზე? ნასტია, შენ შეყვარებული აქ მოდის? კი, რა თქმა უნდა, გიშოვით თან უფასოდ. რა, ნასტია, მადლობა, ყველაზე მაგარი ხარ სკოლაში. კარგით, გოგოებო, ეს გამოკითხვა ცოტა გადავდოთ, იმიტომ რომ დავიღალე. კარგი, ხო, yes! ნასტია, გახსოვს რომ ჩვენ შენი კლასელები ვართ? ხო, და შენი საუკეთესო მეგობრებიც. კარგი, ჯული, დაჯექი. კარგით, გოგოებო, დამშვიდით, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები ხართ.
აბა დიმა მზად ხარ? დიანა, არა. დიმა, უკან დასახევი გზა აღარ არის. და რო არ გამოგვივიდეს? რას გულისხმობ არ იმუშავებს? რა თქმა უნდა იმუშავებს, წავედით. დიანა, ისინი ჩვენი კლასელები არიან. დიმა, რომელი კლასი? ჩვენ დასვენებას ველოდებით. დიანა, არ შეიძლება რომ ეს რაღაცები მოვიხსნა, ბიჭები გამცინებენ. დიმა, კარგი რა, ჩემი შეყვარებული ხარ თუ არა? როგორც კი დასვენება დაიწყება, შენ გარებავ, მე კიდე ცეკვას დავიწყებ, გასაგებია? კარგი. გესმის ჩემი, ადექი. კარგი, თუ გინდათ რომ იცეკოთ ჩემი შეყვარებულის კონცერტზე, მაშინ გაიმეორეთ, რასაც გავაკეთებ. კარგი. ნასტია, შენ და შენი შეყვარებული არინანებთ ჩვენ საყვანას მეც სამსახურში. ძალიან მაგრად ვიცეკვებ. და პირველი მოძრაობა არის? მეორე მხარეს? ახლა ასე. ბავშვებო, ვერ ხვდებით, ძალიან კარგად უნდა გავრეპოთ და ჩვენ და ნასტია საუკეთესო მეგობრები გავხდებით, მართლა? ჯანა, რა რეპი, ჩვენ რეპერები არ ხო, ვართ. არაფერი გამოვა, არ ვართ რეპერები. მოიცადეთ, მე მოვიფიქრებ რაღაცას. არტემ, თუ შენს მოფიქრებულს გავრეპავთ, თავს შევირსხვენთ. კარგით არ ნერვიულოთ. შენ თქვი პირველი ხაზი, შემდეგ შენ. და ეს რეპი მიეძღვნება ძალიან მაგარ რეპერ ნასტიას. მარიუსა, შენ ხარ შემდეგი. რას გულისხმობ? როგორ გავაგრძელო საერთოდ? ზარი, დასვენება. ჯანდაბა, ვერ გავაკეთეთ. ამათ უყურეთ, თვითმარქვიები. გინდათ რომ ჩემი და ჩემი შეყვარებულის ნაირები იყოთ? არ გამოგივათ. რა მაგარია. დიმა, მოდი დავიწყოთ. იო, მე დაიმონი ვარ. მე ის მიყვარს. იო, მე რეპერი დაიმონი ვარ. მე ის მიყვარს. მე და მე მიყვარს ფული. ბავშვებო, გაჩერდით და გავიწყდათ, რომ ესენი თვითმარქვიები არიან? შემოიჭნენ და გავიწყდათ, ვის ყავს ნამდვილი რეპერი შეყვარებული და ვინ არის ნამდვილი რეპერი. თვითმარქვიები არიან ჩალცი, კოსტუმები და აცეკვე, კლოუნები. ნასტია, მოდი აქ, ნასტია. მე დაიმონი ვარ. მე დიანა ვარ. მე რეპერი ვარ. მეც. ჯიჯი, ჯული, მოღალატეები ხართ. ბავშვებო, შეხედეთ, მოღალატეები არიან. ჯობია არ დაველაპარაკოთ საერთოდ. არა, ნასტია, ისინი რეპერებს მაინც გვანან. და შენ არა, სადაა შენი შეყვარებული ბრილიანტის კბილები? კარგით, მე მათთან ფოტო უნდა გადავიღო. პატრიკ, თუ მაგათთან ფოტოს გადაიღებ, იცოდე საერთოდ არ დაგელაპარაკები. არ მადარდებს. შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღო. დიმა, კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. ბავშვებო, ესენი რეპერები არ არიან, თვითმარქვიები არიან. გაიგეს, რომ მე რეპერი შეყვარებული მყავს და უნდათ რომ ესენიც რეპერები გამختارიყვნენ. იმიტომ რომ ვერ აღიარებენ, რომ მე მაგაცე მაგარი ვარ. გაჩერდი. ძალიან კარგი. დიანა, გირჩევ რეპერი არ გახდე, იმიტომ რომ მე ჩემს შეყვარებულს დაურეკავ და ვეტყვი რომ მის სიმღერებს იყენებ დაუკითხავად. მიდი, აბა დაურეკე, იმიტომ რომ რაღაც მე ეჭვება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ რეპერს ხვდებოდე. მიდი, დაურეკე, არ მეშინია. მიდი, ნასტია, დაურეკე, მე მგონი ყველას გვინდა მისი ხმის გაგება. არა, ლეილა? კი, მიდი დარეკე. ხო, ნასტია, დარეკე. ხო, დარეკე. ხო, ნასტია, მიდი დარეკე. კი, მეც მინდა დარეკე. ხო, ნასტია, დარეკე. დავრეკავ? კარგი, ახლავე დაურეკავ. არ იღებს, ალბათ დაკავებულია. მიდი, ნასტია, დარეკე, აუცილებლად უნდა გიპასუხოს, შენ ხომ მისი შეყვარებული ხარ. ხო, მართალია, დაურეკე შენს რეპერს. უცნაურია, ალბათ ტელეფონთან ახლოს არ არის. ალბათ ახალ სიმღერას წერს და აუცილებლად გადმომირეკავს უკან. ბავშვებო, ის გაიგეთ, მისი შეყვარებული, ვინც ყველაზე მაგარი რეპერია მსოფლიოში, არ პასუხობს ტელეფონს. მისმინე, ნასტია, ერთი სელფი მაინც გვაჩვენე შენს მაგარ რეპერთან. მიდი, გვაჩვენე. ხო, მიდი, გვაინტერესებს როგორი სიყვარული გაქვთ. სელფი? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვაქვს ერთად. ვაიმე, ჩემი ტელეფონი გაითიშა, მიდი გამოირთე. კარგი, ნასტია, ახლა გამოგერთო ტელეფონი. მე მაქვს დამტენი, სწრაფი დამტენი. ხო, ის ერთ წამში დატენის.
კარგი რა. მართლა ტელეფონი მართლა გაითიშა ნახეთ? ხო, ნასტია, შენი შეყვარებული ბალიშია. ხო, და ახალ სიმღერას წერს. ვა, თან სხვა გოგოსთან ერთად ყოფილა. რა? შეუძლებელია. მატყუ არა. შენ რეპერიც არ ხარ. მატყუ არა. ხო, კარგით ბავშვებო, გაჩერდით, ახლა ვაგეტყვით სიმართლეს. სიმართლე? თქვი? ხარი. კარგით, მოკლედ ეს ყველაფერი დიანას გამოა, იმიტომ რომ ის ყველაზე მაგარია და ბევრ ყურადღებას იღებს. მეც მინდოდა ყურადღება, ამიტომ მოგატყუეთ. ხო, და გამოვიგონე ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ყურადღების გამო გავაკეთე, მართლა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა. ნასტია, შეგეძლო რამე უფრო ორიგინალური მოგეფიქრებინა. ხო, შენ ჩვენი ღირსი არ ხარ. კი, ბავშვებო, ვიცი რომ ძალიან არასწორად მოვიქცი, მაგრამ ეს რეპერი ძალიან მომწონს და მოვიგონე. ესე იგი, პატიობთ ნასტიას. რა თქმა უნდა, დიმა, ის ხომ ჩვენი მეგობარია. ბავშვებო, ნასტია, რა თქმა უნდა გპატიობთ, მაგრამ იცოდე რაღაცეები აღარ გამოიგონო რომ მაგარი გამოჩნდა. ყველა ერთნაირები ვართ და ყველას ძალიან გუყვართ. შენ ჩვენი მეგობარი ხარ. ხო, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ბავშვებო, დალაიქება და დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ. ხო, და არხის გამოწერაც. ძარს დააჭირეთ. კარგად. ლეილა, თუ ჩემი შეყვარებული ამას არ მაჩუქებს ვალენტინობის დღეს ყურებით დავიჭერ და გადავუტრიალებ. ხო, მართალი ხარ მარიუსა? გამარჯობა მაქსიმ, იცოდე ჩემი ვალენტინი ვერ იქნები თუ არ მომიყვან თეთრ ლეკვს, ოღონდ საყურეები უნდა კონდეს და შემდეგ იქნები ჩემი ვალენტინი, გაიგე? ჯიჯი, რა საყურეები? ნასტია, არაფერი არ გესმის რა, ახლა ძალიან მოდაში არის და ძალიან მაგარია, როდესაც ძაღლებს საყურეები უკეთიათ. არაფერი არ გესმის რა. ჯული, და შენ რა შეუკვეთე? ნასტია, სირცხვილია, მაგრამ რასაც მომიტანენ ეგ იქნება. კარგი, გაიგე, ლეკვი უნდა იყოს აუცილებლად. კარგი, კარგად. ჯული, მე ჩემი თავისთვის შევუკვეთე, ვარდების დიდი თაიგული და ძალიან ბევრი ტკბილეული. მიდი რა, შევუკვეთე რამე. არა, ნასტია, რასაც მომიტანენ ის იქნება, მე ფანტაზიები არ მაქვს. მარიუსა, ეს გაიგე, ჯულის პრობლემები რომ მქონდეს, უბრალოდ შევუკვეთავდი ჩემ თავს საჩუქრებს. კარგი, არა უშოს ხვალ ვიპოვით. შენთვის შეყვარებულს რომ საჩუქრები მოგიტანოს. მარიუსა, შეყვარებული რაც მინდა, არ მცალია დაკავებული. პატრიკ, ესე იგი არავის არ ეტყვი, ხო? არავის არ ვეტყვი. მე მწერების მოყვარული გავხდე. რა არის ეგ? კარგი, არ ეტყვი, ხო არავის? არა, არ ვეტყვი. კარგი, მივხვდი რომ ბუზები მიყვარს. არტემ, რატომ ბუზები და არა პეპლები მაგალითად? პატრიკ, რა პეპლები, ბუზები ძალიან ჭკვიანი არსებები არიან. ერთი ჩემს ოთახში დაფრინავდა გაზაფხულს და კიდევ ჩემ ოთახში ცხოვრობს. არტემ, შენ ოთახში რანაირად ცხოვრობენ, რა საჭმევ? პატრიკ, გაგიჟდი, ერთი წვეთი ტკბილი ჩაი უნდათ და სულ ეგაა. ღმერთო, ეგაა ის ბუზი შენთან რომ ცხოვრობს. ხო, პატრიკ, ეგაა, მისი სახელია ჯიჯი, გოგონა, აი პორტრეტიც დაუხატე. სად არის? აი, იქით გაიქცა? დიანა, დამაცადე. კარგი რა, მას სახელიც დაარქვი? პატრიკ, შენ არაფერი არ გესმის. როცა ვერ ვიძინებ, ის ჩემთან მოფრინავს, ჩდება ბალიშზე და ბზულის იწყებს და მის ბზულზე მეძინება. ღმერთო დიანა, რომ იცოდე მე ვდგავარ აქ. მან ჩემი ჯიჯის პორტრეტი გაჭყრიდა. არტემ, კარგად ხარ? სიცხე ხო არ გაქვს? არა, პატრიკ, კარგად ვარ. ბუზი ყველაზე მაგარი არსებაა, შენც უნდა გყავდეს. ღმერთო იანა, რომ იცოდე მე ვდგავარ აქ. მან ჩემი ბუზის პორტრეტი გამაგდებინა ხელიდან. ხო, არტემ, მე ვწუხარ ბუზი რომ მყავს ცხოველად. აი მე ძაღლი მყავს. ჯანდაბა, საით გავიქცე? აი აქეთ. ვაიმე, სად არის? შეიძლება ზევით? ძალიან დამღალა იანამ. არა უშოს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. დიანა, გააღე კარი იცოდე. მალე დაირეკება, ზაირ დასვენება იქნება და მაინც მოგვიწევს შეხვედრა, ამიტომ აზრი არ აქვს. და რო არ გავაღო მერე რა, რომ არ შევხვდეთ, მაინც ყველაფერი ისე იქნება, მე როგორც მინდა. კარგი დიანა, გავიგე, ყველაფერი ისე იქნება, შენ როგორც გინდა. შენთან ჩხუბს აზრი არ აქვს. კარგი, გამოდი და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, კარგად ვიქნებით, იძახის. კარგი, კიდე კარგი გაიგო, რომ ყველაფერი ისე იქნება, მე როგორც მინდა. იანა, იცოდე, რამე თუ სხვანაირად წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე შევიცვალე აზრი. ხო, გაიგე, გასაგებია, ჩემზე არის დამოკიდებული. მომისმენე დიანა, გთავაზობ, რომ დანებდე, იმიტომ რომ ყველაფერი ისე იქნება, მე როგორც მინდა. არა, იანა, ისე იქნება, მე როგორც მინდა, იმიტომ რომ ვალენტინობის დღეზე ფარდის გაკეთება ჩემი იდეა იყო. გაიგე? არა, დიანაჩკა, იმიტომ რომ ხო, გოგოებო, ეს ჩემი ცხოველია, ჯიჯი. თავიდან მართლა მეგონა რომ გაგიჟდა. მომისმინე არტემ, იცოდე, შენი ცხოველის სახელი შეცვალე,
თორემ გაფრთხილებ, ძალიან დიდ ჩარში იქნები. ხო, გოგოებო, ვიღაცას რაღაც არ აქვს. ვიღაცას თეთრი ძაღლი ჭირდება და ვიღაცისთვის ბუზით საკმარისია. ხო. არტემ გადააგდე ნახატი და თავს ნუ შეირწყვე. არა, მე არ ვღალატავ ჩემ მეგობრებს. ხვალ ახალ ბუზბიჭუნას დავხატავ. ხო და არტემ, სანამ ეგ ბუზები ყავს, ჩვენთან არ მოხვიდე. ხო, წადი შენს ბუზებთან. ძალიან დამღალეთ. არტემ. ჰეი, მეგობრებო, დიანა ნახეთ, მთელი დღე ავეძებ, არც ტელეფონს პასუხობს. არა, დიმა არ გვინახავს. პატრიკ, რა ჭირს არტემს? არტემი გაგიშდა. გასაგებია. გოგოებო, გამარჯობა, დიანა ხო არ გინახავთ? ივნახეთ, დიანა და იანა დაჭერობანას თამაშობენ. ხო, თან ზევით გაიქცნენ. კარგით, გოგოებო, მადლობა. იმა, გამარჯობა, იანა ხო არ გინახავს? არტემ, არ ვიცი, მეც დიანას ვეწევ. დავიხალე უკვე იანათი, არაფერს არ პასუხობს. გოგოებმა თქვეს, რომ ის და იანა ზემოთ დაჭერობანას თამაშობენ. მომისმინე, დიმა, არ მომწონს ეს დაჭერობანა. Დიანა. არტემ, ალბათ დარბაზში. წავედით. Დიანა. ღმერთო, დიანა. დიმა, გამიშვი. დიანა, იცოდე ეს ასე ადვილად არ შეგრჩება. გამიშვი მეთქი. იცი რა, იანა, დიმა, გამიშვი. ყველაფერი ისე იქნება მე როგორც მინდა. არა, დიანა, ყველაფერი ისე იქნება მე როგორც მინდა თქო. დიმა, გამიშვი. კარგი დიანა, შემდეგ დასვენებაზე შევხვდებით. მომისმინე იანა, იცოდე ამ იატაკზე საერთოდ თავს გარტყმევინებ. უბრალოდ არ მიცნობ, იცოდე გაჩვენებ დიანა. აჰა, შენ მაჩვენებ, მე გაჩვენებ, გაიგე? შეწყვიტათ გოგოებო, დამშვიდით. დიანა, ამას შენგან არ ველოდი. იცი რა, დიმა? სხვადასხვაის მან დაიწყო საერთოდ ყველაფერი. მას და მის შეყვარებულ არტემს უნდათ, რომ ჩვენი იდეა მოეპარათ და ვალენტინობაზე ფართი გაეკეთებინათ. დიანა, სხვადასხვაის მე მოვიფიქრე ეგ იდეა. კი, რა თქმა უნდა, შენ მოიფიქრე, მე მოვიფიქრე. არა, მე მეთქი. დიანა, დამანებე თავი. ღმერთო, ძალიან მომოყო იანათი. არტემ, დამშვიდით, დიანა მაინც უფრო მაგარია, დაინახე როგორ ეჩხუბებოდა. ღმერთო, დიანა, სირცხვილია, გოგო ხარ, არ უნდა ჩხუბობდე. გოგო ვარ, მერე რა? შეხედე, იანამ დაიწყო საერთოდ ყველაფერი. ჩვენ რომ გეგმები დავაწყეთ ვალენტინობის დღეზე, რომ უნდა აგვეხნიშნა, გადაწყვიტა რომ თავის შეყვარებულთან ერთად ჩაგუშხამოს ყველაფერი, ესე არ შეიძლება. და მერე რა თუ მოიპარა, ჩვენ უკეთესად დავღნიშნავთ, იმიტომ რომ ჩვენ მოვიფიქრეთ. მეგობრებო, მე ახალი ცხოველი მყავს. ჟუჟა. ძალიან სასაცილოა. დიანა, რა მოხდა? რატომ დარბოდით შენ და იანა სკოლაში? და დიმა, შენ რატომ ყვირი ხარ? იჩხუბეთ? ღმერთო, აქ მგონი რაღაცა. გოგოებო, ამის წარმოდგენა შეგიძლიათ? გახსოვთ მე რომ ფართის გაკეთება მინდოდა ვალენტინობის დღის აღსანიშნავად დიმასთან ერთად და მინდოდა რომ თელ სკოლას ერთად აგვეხნიშნა. ახლა იანამ გადაწყვიტა რომ ეს იდეა მოიპაროს და თვითონ ზუსტად ეგეთი ფართი გააკეთოს. ღმერთო ჩემო, და ეხლა პრობლემა გაქვს მასთან? ნასტია, რა საფრთხე? ჩხუბი აუდიტორიაში იყო. დიანა, არ გწვენია შენი თავის. არა, იცი რა, ეს იანა და საერთოდ მეათეჯი ნერვებს მიშლის. ბავშვებო, მომისმინეთ, ერთი იდეა მაქვს. მეგობრებო, თქვენ არ მომისმინეთ, მე მწერების მოყვარული გავხდი. არტემ, გაჩერდი. ჯიჯი, რა იდეა გაქვს? ბავშვებო, იცით რას ვფიქრობ? მე მგონი მთელმა სკოლამ კენჭისყრით უნდა აირჩიოს, ვინ ჩაატარებს ფართის, დიმა და დიანა თუ იანა და არტემი, ჩემი აზრით კარგია. ხო, ჯიჯი, მართალი ხარ, ჩხუბი ვერაფერს გადაწყვეტს. გოგოებო, მართლა კარგი იდეაა, მაგრამ მეათეჯის ხომ იცნობთ, ძალიან გაჯიუტდებიან და იტყვიან, რომ ისინი აწყობენ ფართის. მისმინე ჯიჯი, ძალიან კარგი იდეაა. მოდი მთელმა სკოლამ კენჭი ყაროს და გადაწყვიტოს, რომელი წყვილი გააკეთებს ფართის. კარგი ბავშვებო, წავალ, მე ხმებს შევაგროვებ. ხო, იჩქარემ. მიდი ჯიჯი, ყოჩახ. მეგობრებო, მე ვალენტინობის დღეს ჯიჯის ვალენტინი უნდა ვაჩგვაუ. ვა, არტემ, ჯიჯი მიცის? რანაირად უნდა იცოდეს, ცხოველია. ვაიმე ბავშვებო, არაფერი არ კითხოდეს, თურმე თავის ცხოველ ჯიჯის საუბრობს ამდენი ხანია. ბავშვებო, იცით რამდენი დავარტყი? უნდა გენახათ, იქ უნდა ყოფილიყავით. მარჯვენა ფეხით დავარტყი, მერე მარცხენათი დამარტყა თვითონ. მე მუშტი დავარტყი, თვითონც დამარტყა. მაგარი ჩხუბი იყო. იანა, დამშვიდით, რა მნიშვნელობა აქვს ვისი დღესასწაულია? ჩვენ მაინც ავღნიშნავთ მას ერთად. რა არტემ? რას ნიშნავს, რა განსხვავება აქვს? ვინ გააკეთებს ფართის? არა არტემ, მომისმინე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ფართი, იმიტომ რომ ყველაზე მაგრები ვართ სკოლაში. და ახლა ვგრძნობ როგორ ვურტყავ და ძირს ეცემა. ახ, ძალიან კარგია. იანა, დამშვიდდი, აღარ იჩხუბო. მე ვიჩხუბებ, შენ გოგო ხარ. იანა, მართლა ჩვენ ყველაზე კარგ ფართის მოვაწყობთ, ყველაზე მაგრები ვართ. არტიომის ცხოველი გინახავთ? ბუზი ჯიჯი. პატრიკ, საკმარისია შენ და შენი ბუზები. კარგი, შემდეგ დასვენებაზე გავაგრძელებთ.
კარგი, რაღაც უნდა მოვიფიქრო, ისტორია უნდა მოვიგონო, რომ მეათეჯი ხმა მე-9-ას მისცეს, ხო, ოღონდ არტემს და ჯიჯის რომ მისცეს ხმა. ხო, უნდა დამთანხმდნენ. ბავშვებო, გამარჯობა. გამარჯობა. ჯიჯი, აქ შენ დიანას დასაცავად მოხვედი? არა, ბავშვებო, დიანა საერთოდ არ მადარდებს. სხვა პრობლემა მაქვს. ჩვენი კლასელი არტემი, მას ცხოველი ყავს, რაღაც შინაური ცხოველი და ყველა დასცინის, იმიტომ რომ ეს შინაური ცხოველი არის ბუზი. არტემ გაიგონე? გონი მას არტიომის ცხოველი მოწონს. ვაუ, უცნაურია. თუ გინდათ არტემს მხარი დაუჭიროთ მის შინაურ ცხოველთან, მაშინ მე-9-ას მიეცით ხმა. ბავშვებო, მოდით მხარი დავუჭიროთ. თუ მას ბუზები უყვარს, მაშინ უყვარდეს. ჩვენ მხარს მოდით ერთად გავაკეთოთ. მართალი ხარ. Yes, ძალიან კარგი, მოდით გავაკეთოთ. ეს ძალიან კარგი იქნება. ესე იგი, მარიუსა ჩააგდე, ლეილა, პატრიკ, არტემ. აჰა, იანა, შენც. მოდი. მადლობა ბავშვებო, რომ პატრიკს და თავის ცხოველს მხარს უჭერთ. აბა, გავაგრძელოთ? იანა, არა, თელმა სკოლამ კენჭი უკვე ყარა. რას გულისხმობ? რას გულისხმობ და პირდაპირ იანა. სხვა შორის იანა, აქ წერია უკვე ვინ გააკეთებს ფართის და ვნახოთ. აჰა, მოიცა? ჩვენ მიგვატოვეს. კარგი, წამოდით და ხმა მივცეთ. ჯიჯი, შენი ქუდი. ყველა აქ არის. კარგი, ახლა გავიგებთ ვინ ჩაატარებს ფართის. კარგი, ფურცელს ვიღებ. მე-9-ა. გამოდის ბუზისთვის ხმა არ მიგვიცია. ხო, ეს ჯიჯის გაკეთებულია. კარგი, მისვინეთ ჩვენ წავალთ და ჩავაშხავებთ მათ ვალენტინობას. აბა, მე-9-ა. ამას არ დაიჯერებს, მაგრამ მე-9-ა მიჭირავს. და კიდევ მე-9-ა მაქვს. ხო, მეც მე-9-ა. კიდევ მე-9-ა. მე-9-ა, შენ რა გაქვს? მე-9-ა. ჩემთანაც კიდევ მე-9-ა არის. ჩემთანაც. არტემ, რამე გააკეთე? და რა უნდა ვქნა? თელმა სკოლამ უკვე მიცა ხმა. სულ ესაა, ვალენტინობის დღე ჩვენია. და მე უკვე დავხატე ვალენტინი ჩემი ჯიჯისთვის. მე-9-ა. და ბოლო ერთი გადარჩა. მე-9-ა. კარგი, ახლა ყველამ გაიგეთ ვინ ჩაატარებს ფართის ვალენტინობაზე. მე-9-ა. ბავშვებო, იცოდეთ, უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო და კომენტაროთ ქვემოთ. ასევე გამოიწერეთ ეს არხი და დააჭირეთ ზარს. აბა, კარგად!